ხოდო. ერთი წამი შუქი ჩავაქრუთავ აქ და გამოჩნდება უკეთესად. რუსული ხმა ისმის, ხო? მეცადინეობესავით, ხო? ხო, რეპეტიციას მოჩი. მოკლედ ასურეთში ვართ ისევ, ჯიფსივილიჩთან ზემოდან დავყურებ და რეპეტიცია. რაღაცა ხდება რა, არ ვიცით. 3 დღე ესეთი ევენთი ექნებათ ახლა ამათ. 16-დან. რუსები არიან. რუსების დახურული საზოგადოება აქვთ. თუ შეინა. მოკლედ ესეთი ამბებია რა. გულაობენ რუსები ჩვენთან. დავაი. მიდი და მოდი. მაშ მიდით რუსებო, მიდით დედაუტირეთ აქ აურობას. აბა რა, ესე უნდა ქართველები განასხვარას ვიმსახურებთ? თქვენ ეს ფიქრობთ? ვიცეკოთ, მენდი. შეგეშინდება და ისევ ჩახჭი. შეგეშინია? რა გეშინია იოანე? არა. გეშინია? არა. ცეცხლის სვასტიკა სად დაინახე? მარი? არ არის გამორიცხული აქ ცეცხლის სათაყვანისმცემლო ევენთია ეხლა და მე ვერ დავინახე ეს ცეცხლის სვასტიკა. ნუ ღმერთმა იცის ახლა აქ რა რეები ტარდება და რა რიტუალები ტარდება. არ უშვებენ არავის. მხოლოდ სახელი და გვარებით ჩაწერილი რუსები ვინც არიან იმათ. მაშ ქართველებო, მიდი ვაგულავთ რუსები. მიდი, დავაი, მიდი. მაგარი ტიპები ვართ ქართველები, ეგრე უნდა მაშ ამოხოცონ უკრაინელები, ჩვენ ვაგულავთ რუსები. მაშ ჯიგრულად მოვექცეთ. ილია მეორე ხო ლოცავს მაგათ ბელაც. პუტინ აგერ გვერდში მომყვება პუტინი. Putin! მიდი. Putin! პუტინი ცოცხალია, არ მგონია. მე რამდენი პუტინია უკვე. რატო? მიდი, დავაი ქართველებო, დავაი. ხო უნდა ვაგულავთ რუსები ჩვენს ქვეყანაში. ხო და მიდი, დავაი. დაიწყო უკვე ხო ჩამოგენგრათ სადგურში თავზე შენობა ეგ მხოლოდ დასაწყისია ეგ მხოლოდ შეხსენება იმის რომ გამოსაფხიზლებელია მეგობრებო გამოსაფხიზლებელი წავედი დავიღალე მაინც ყრუ და ბრმა ერი ვჩებით როგორც ჩანს